იმ ბედნიერებას გაუმარჯოს, რომელიც რო გაქ არიცი. ეს არის ჯანმრთელობა და შეირგეთ შემოკარგებო ეს ჯანმრთელობა. ბედნიერებაა ჯანმრთელობა და კლინიკა აილაინთან ერთად. გაფიცებ ხა აი მაგაცურად ყველაფერს ექიმისთვის თუ შეგიგინებია. ოპერაცია თუ გაქვს რამე გააკეთებინა. კაბაბი კი ბატონო. კაბაბი კი ბატონო. წვადზე მოგიკვდეთ შემიძლია. ჩახოხბილზე? შენგენა ცალეთ. ჩაის უნთქე? წავიდა. მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ეპიზოდის დრო დადგა პოდკასტისა ოთარი ექიმო და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ კი არის ეს პოდკასტი სამედიცინო და ძირითადად ექიმები იქნებიან სტუმრად და ვისაუბრებთ სხვადასხვა პრობლემებზე, სხვადასხვა ნოზოლოგიებზე და ასე შემდეგ, თუმცა გადავწყვიტეთ რომ თვეში ერთხელ მაინც მინიმუმ მოვიწვიოთ არაექიმებიც, ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ადამიანები და დღეს ჩვენი სტუმარია მსახიობი, ტელეწამყვანი ზურა ნიჟარაძე, მოგესალმებით. მოგესალმებით ოთარი ექიმო. მოგესალმებით ბატონო ზურა. მოგესალმებით, სანამ ზურიკოსთან დავიწყებ საუბარს, მე მოგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია კლინიკა აილაინი, სადაც უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ შეგიძლიათ მოიხსნათ სათვალე. მოკლედ, ზურა, სამედიცინო პოდკასტში ხარ? და შესაბამისად ჩვენი ესე ვთქვათ ლაიტმოტივიც იქნება მედიცინა და შენი გამოცდილებები, ექიმებთან ურთიერთობის და ასე შემდეგ. მოდი ასე დავიწყოთ, ბავშვობაში რა დაავადებები გაქვს გადატანილი? უპირველეს ყოვლის მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და გილოცავ. მადლობა. თუ ეს გადაცემა ემსახურება სამედიცინო პოდკასტია, როგორც მივხვდი. დიახ. რატო გინდა ხმადა მაინც ჩემი ეს ბავშვობის ტრაგედია მომაყოლო და დაჯდა და გატირო მე თავიდან ბოლოდ. რა ვიცი, მე ხუმრობის გარეშე ვამბობ, მართლა ავადმყოფი ბავშვი ვიყავი. კაი, სახლში როცა მეუბნებიან, რა თქმა უნდა არ მახსოვს, 5 წლამდე საავადმყოფოში გავიზარდე. რას ლაპარაკობ? აი მართლა გეუბნები. თავის ასთმებით, თავის ბოტკინებით, თავის ყველაფრით. მერე მოკლედ მოხდა ერთი საოცარი რამე, არასდროს არ დამამიწყდება, სადღაც 6 თუ 7 წლის ვიყავი და მამა ჩემს ეთყობა რაღაცა ძალიან მცირე ბრონხები, ყოველი დაბანა. ანუ ადვილად ხდებოდი ალბათ. ძალიან, ყოველი დაბანა ჩათვალე იყო ფილტვების ანთება. და არასდროს არ დამამიწყდება. გებიცები დედას. ერთ 6 წლისა ვარ თუ რაღაცა და ჩვენ გვაქვს დიდი აივანი ქუთაისში. ხო და თოვლი იყო რა. გამომიყვანა მამაჩემმა, მამაჩემი სპორტსმენი იყო, მაშინელი საბჭოთა კავშირის მორბენალი იყო და სპორტსმენი, კარგი მიღწევებით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი, ასე შემდეგ და და ეს ჭირიანი ბავშვი ახლა როგორი ასატანია რა, სუსავადყოფოში და გამომიყვანა და ამ თოვლში მარბენია. ფეხში შველი. უი. და რაღაცნაირად ესე მე რომ მახსოვს ის დღე რომ მახსოვს სიცივეში რომ ვირბირე თოვლში კი არა, ხო გეუბნებით. ყველა ფანჯარა და კარები იკეტებოდა, ფეჩებს რთავდნენ რაღაცა ვიზედი, სიცხე იყო 40 გრადუსი. და ისე მბადრენ, მაგრამ მაინც მემართებოდა. ერთხელ, ორჯერ ასე გამიკეთა და იმის მერე არ ვიცი როდის გავცივდი ბოლოს რა. ესე იგი იმუნიტეტმა შენ იმუნიტეტი რაღაცა ეგეთი რაღაცა მოხდა, ხო. აი ეგეთი მახსოვს ეს ისტორია. მაგაზე ერთი რამე გამახსენდა, ეხლა მოკლედ მამაჩემმა რა რაღაც გადაცემას უყურა და მოკლედ იქ თქვეს რომ რომელიღაც უცხოურ არხზე აღარ მახსოვს რა არხი იყო ეს, Discovery იყო თუ რა. მოკლედო ყველა ძველიო ტიბეტური ის არისო, რა ქვია, მედიცინის ძალიან გამოცდილი ამბავიაო. დილასო ცვრიან ბალაღზეო ფეხში შველმა უნდა ირბინოო რა. ამ ფიშვი უნდა მამაჩემ ეს გააკეთა მოკლედ რა და საღამოს გაშეშდა. მაგას მანამდე galaktioni გვეუბნებოდა თქო უნდა გეტყვი. ძალიან ბალახზე თუ ფეხში შველა არ გაიარე რა. რა მამული ხო და ნუ აქ ამობდნენ რომ აი ჯანმრთელობისთვისო
მოკლედ ძალიან კარგიაო და ტიბეტური ყოფილა ეს ახლა ტიბეტში. ზურა რასაგინებდა ახლა იმას წარმომიდგენია. კი. ოპერაცია თუ გაქვს რამე გააკეთებული? ოპერაცია არაფერი. ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული, ისიც პატარა ვიყავი სადღაც 7 წლის თუ რაღაცა და ლიმონადს სვამდი და გარბოდი. და აქ მაქვს 8 ნაკერი, წავიქეცი რა, პატარა ვიყავ. და აქ მაქვს დანარჩენი არაფერი ოპერაცია არ მაქვს. ანუ ეგრეთ წოდებული გლანდებიც კი არა გაქვს? არა. ამოჭრილი. არა. ხო, ანა ეს შენი სპეციალობის კაც ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ოპერაცია ჭირდება? არა. ტონზილები ჭირდება, იმიტომ რომ ხო, არა. შენი ახლა ლაპარაკია შენი ყველაფერი და ხო, ანუ ხმის ტემბრი და სიმშრალე ყელის არტისტისთვის, მომღერლისთვის და მაქსიმალურად ცდილობენ მთელ სოფლიოში ექიმები, რომ აი ჩვენ ახლა ყავდა სტუმრად გრიშა თოფურია ჩემი მეგობარი ყელყურის ექიმი და მანაც დაადასტურა ეს რომ ანუ ტყუილა ადამიანს არაფერი არ აქვს. ყველაფერს თავის ფუნქცია აქვს. მოდი ახლა ნახე რადგან ეს შენ ახსენე თოლში სირბილი და რადგანაც მე ცვრიან ბალაღზე ფეხშიშველი სიარული არა როგორც პოეზია, არამედ როგორც ჯამთელობის ასე ვთქვათ საწინდარი გავიხსენე 5 ფაქტს მოგიყვან მე შენ ახლა და შენი აზრი მითხარი აბა ეს შენ როგორ გონია მითია თუ რეალობაა რა კი ბატონო აი მაგალითად მაღალი სიცხის დროს ძმრიანი წინდები ეგ არის ჩემი უსაყვარლესი ამბავი ხო მე ამას ყველას ვეუბნები ყველაფერზე ხო ნერვიულობს ადამიანი თუ არა მაგალითად არ ვიცი სიმსივნე აქვს თუ არა ციროზი აქვს თუ ღმერთმა დაიფაროს ძმრიანი ნასკები და 2 კვირა ჩაწექი არ უნდა არაფერი მეტი არაფერი არ უნდა იცი რა არის მე მგონი მითია მაგრამ ეს ფრაზა მიყვარს საერთოდ იმიტომ რომ ყველაფერი ლუმინალიwith არ არის ის არ იყოს აბიგლიკოზა ხო მართალი ხარ მითია იმიტომ რომ მაგ დროს ნებისმიერი სიგრილე, ანუ ეს ფეხზე იქნება თუ ტანსაც ზილავენ ხოლმე, ხო, ჩვეულებრივი წყლითაც რო დაიზილო, ანუ ეს რაღაც გარკვეულ ეფექტს იძლევა და ანუ აუცილებელი არ არის რომ ძმრიანი იყოს წინდა. აი თითების მოძრაობა, ეგრეთ წოდებული საფეთქლის მასაჟი, მცირე მასაჟი თავის ტკივილის დროს, როგორ გონია? მითია თუ რეალობა? ეგეც მითი უნდა იყოს და რატომ გონია? მითი მგონია უფრო სწორედ და იცი რა არის ასე მგონია რა მითი და ამას როცა აკეთებ რაღაცას მე არ გამიკეთები არასდროს მაგრამ ისე მინახავს ხალხი ასეც მინახავს აი ამაზე ასეც მინახავს არ ვიცი რაღაცა შეიძლება ქავილი შეგრძნება აქვს თუ არ ვიცი რატო აკეთებთ მაგრამ მე მგონია მითი მაგრამ რეალობაა ამ დროს. მართლა? კი. ამ დროს რეალობაა. და რას აკეთებს ეს? არაფერი სისხლძარღვების მასაჟი, ანუ სისხლის მიიწოდება, ასე ვთქვათ, უმჯობესდება და რაღაც გარკვეული ტიპის თავის ტკივილების დროს, თუ არის ეს დაუშვათ სისხლძარღვოვანი სპაზმის გამო, განსაკუთრებით აი კანქვეშა სისხლძარღვების ეფექტი აქო ამბობენ. ხო, ანუ თუ რამე თავი ამტკივდება, ამის იმედად ვიყო. ამის იმედად იყავი, კი ბატონო. კარგი. სოდიანი და მარილიანი ცხელი წყალი გამოვლება ყელში, ყელის ტკივილს შველისო. სოდიანი და მარილი. არა, ეგეც მითი მგონი. იცი რა, საბოლოო ჯამში მითია, იმიტომ რომ რაღაცა ხანმოკლე ეფექტი აქვს ამას, იმიტომ რომ თბილი წყალი, სოდა, ასე ვთქვათ, შეიძლება ტკივილი გააყუჩოს რაღაც გარკვეული პერიოდი რა, 10-15 წუთი, მაგრამ ის რომ ეს ანგინას მოარჩენს, რა თქმა უნდა, ეს მითია და აბსოლუტურად მართალია. ხმაზე რო კონიაკი შველის და რაღაცა, ეგეთი აპრიშტობა მგონია ეგეც. არა, ნახე, მაგაზე ვისაუბრეთ ჩვენ ყელყურის ექიმთან. და გითხრა რომ არ არისო მთლად მითიო ეგო, ანუ ხმის მოყვანისთვის, იმიტომ რომ უცებ აფართოვებს სისხლძარღვებსო ხო და მე უარესად გემართება. უარესად გემართება, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდი რო გჭირდება ხმა, მაგ დროს ნახევარი საათით მოგცემს. კი. იმასავითაა ენერგეტიკული. ანუ შენ როლს ითამაშებ რა, თეატრში დაუშვათ ან კინოში და მე მეორე დღეს შეიძლება უარესად იყო. კი ბატონო. ყოველდილით უზმოზე ერთი კბილი ნიორი რო გადაყლაპო, ეს იმუნიტეტს აამაღლებსო. ამბობენ.
არ ვიცი, საერთოდ ის გამიგია და მსმენია, რომ ნიორი ძალიან კარგი პროდუქტია. და შესაძლებელია ესეც იყოს, იმიტომ რომ ესეც ხო რაღაცა გაციების საწინააღმდეგოა, რაღაცა არ ვიცი რა C ვიტამინია თუ რა ვიტამინია ეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მე მგონია, რომ არ იქნება მითი. კი, იმიტომ რომ ანტიანთებითი თვისებაც აქვს ნიორს და არ არის ეს მითი. ოღონდ კუჭი უნდა იყოს ჯანმრთელი. ხო. იმიტომ რომ თუ გასტრიტია, წუწყლულია და ასე შემდეგ, ნიორმა შეიძლება მით უმეტეს უზმოზე ეს უფრო გააღიზიანოს, თორემ მთლიანობაში მითი არ არის. კარგი, ხახვის წვენში არეული თაფლი. ანუ ასე ხახვის დაასხავენ თაფლს და ის რაც გამოყოფს ამ წვენს და შემდეგ ესეთი სუფრის კოვზით სვავენ და ხელას შველის. ანუ ვერაფერს ვერ გეტყვი, ეს არც მსმენია. და ხელას შველისო? ხო. თაფლი ზოგადად ძალიან კაი და ხახვი ძალიან კაი პროდუქტია. მე როგორც ვიცი, მაგრამ არ ვიცი, მე მგონი მითი. მითია. იცი რა, ნახევრად მითია. იმიტომ რომ ამანაც შეიძლება რაღაც ხანმოკლე ეფექტი მოიტანოს და დაუშვათ სპაზმი მოხსნას, მაგრამ ხველის მიზეზს რა თქმა უნდა ვერ მოერევა რა. ანუ ჩვენ სიმპტომს ებძვიაკ და არა თვითონ დაავადებას და ამ სიმპტომის მიზეზს. ისე რამე პროდუქტი არის, რომელსაც არ ჭამს საერთოდ? მე? ხინკალი. ხინკალი ვიცი რომ არ გიყვარს, ხო? არ მიყვარს კი არა, არ ვჭამ. არ ჭამ. არ გიყვარს შეიძლება 1000-ში ერთხელ შეჯამო. მაგრამ საერთოდ რო არ ჭამ? აი ეგ არის. და რატო არ გასინჯე და მე 7 კლასში გავსინჯე. და ერთი ცალი. და მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი საჭმელი. შენი საჭმელი. რა არ მოგეწო, ცომი გიყვარს, ხორცი გიყვარს. ხო, ახლა იმის არ იყოს ჩუჩხელასა, მაგრამ ნუ ჩუჩხელას არ ვჭამ. ხო, ძაფის და თხილის ამბავია და ხორციც მიყვარს, ცომიც მიყვარს. მაგრამ აი რაღაცა არ ვიცი ახლა. ჩებურეკი? არ ჩებურეკი. არა. არც ის რა ქვია, მეორე რო არის პატარა ბიძაშვილი რო არის მაგისი. პელმენი. ხო, არც მაგი. რუსულია ის, ხო? რუსული პელმენი, ხო, რუსული. არ მიყვარს. არა. ქართულიც არ არის, მე მგონი ხინკალი, ხო? ხო, მე როგორც ვიცი, შემოსულია აღმოსავლეთიდან. შუაზიიდან, ხო. ხო. კარგი. ქაბაბი? ქაბაბი კი ბატონო. ქაბაბი კი ბატონო. წვადზე მოგიკვდეთ ჩემი. ჩახოხბილზე? შენგენაცვალე და ჩაკაფულზე ყველაფერზე. კარგი შეგენაცვალე. მოკლედ გავიგეთ. ხილს და ბოსტნეულს თუ ჭამ ხშირ? ხილის კაცი უფრო არა ვარ. ვაშლი შეიძლება საზამთრო მიყვარს, ბალიც. დანარჩენ ხილზე იშვიათად. ხო, საზამთრო და ბალის სარგებლობაზე რა გითხრა, მაგრამ ვაშლი ძალიან სასარგებლოა. არა, საზამთროც რატო სითხეს იღებს ზაფხულში და ხო, ანუ ერთგვარი მაგრამ შემიძლია რა გითხრა რა. აი მწვანილი რაც არის. შემიძლია გაუჩერებლად ჭამო. აი ისე მიყვარს, აი ოხრახუში მიყვარს. მწვანილი რაც არის. მახსოვს მადრიდში მადრიდში სასტუმროში საუბრებზე მწვანილს რო ეძებდი? კი ბატონო. კარგად მახსოვს. ისიც გახსოვს შენ შეიძლება მე უნდა მოუყვე მაყურებელს, ხო არ გეწყინებენ? არა, როგორ გეკადრებათ, მოყევით. მოკლედ ბუდაპეშტში ვართ. ბუდაპეშტში და ერთად ვართ. არ ვიცი აკლიმატიზაცია თუ რაღაცა მივიდა მოკლედ იქა და რაღაცა კუჭი მეტკინა რა. ხო და ახლა იქ ვინც ავართ ორი პროფესორი გვახლია. ჩვენი მეგობრები. კახა, მოსიძე თქვა და ნუ კიდე ჩემი მეუღლეა, ექიმი, ოთარი და კახა მოსიძე ჯვარიკწერია, სასამართლო ექსპერტია, სამედიცინო სასამართლო ექსპერტი. ხო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სამედიცინოს კაცია რა. კი, პროფესორი ხო იცის. პროფესორი არის, შენზე მეტი ნამდვილად იცის. არა, ჯვარიკწერია რომ დაგჭირდეს თქორე. როგორ არ იცის? ხა ყველა მიცის ეს ამბები რა, სამედიცინო დაამთავრეს ამბავი ყველაფერი და ჯგვიანი ხალხია რა და ოთარისთან მივედი და ბიჭო მე ვთხარი ოთარ რაღაცა კუჭი მტკივა ძალიან რა და რაღაცა სუდა აქვს ამას წამლები რაღაცა ერთი ვედრო წამლები და აქვს და მე ვთხარი რაღაც არა გაქვს ამ კუჭის ტკივილის რაღაცა რა მომცეთქო და მაკო მე ახლა შენ მოგცემ ერთ კაი წამალს ეს დალიე და თუ არ გიშველა მე კიდე მაგ მეორე მომენტში მე ვუთხარი ოთარ შენ გენაცვალე მიდი და გამოვართ ეს წამალი დავლიე და არაფერი რა გავიდა 1 საათი საათ ნახევარი ხო უნდა იმოქმედოს ახლა შეიძლება ნახევარ საათში მივიდოდი მაგრამ ველოდები ამან უნდა იმოქმედოს არაფერი კაც არაფერი საერთოდ
მივედი საათ ნახევარში და მევთხარი ოთარ არ შვება ბიჭო არაფერს მევთხარი ეს. რა გასაგებია. ახლა მეო მოგცემო შენო მეორე წამალს. ამან თუ არ გიშველაო, მერე მაქო კიდე ერთი წამალი მაქო ის კაი წამალიო. მეუთხარი მომეცი რას დავეძებ, გას დავლივე მეუთხარი გამეიაროს ამ ბუჭმა, როგორი საქმეა ხარ, დასასვენებლად ხარ, წასული და ცუდად ხარ რა, ბუჭი გტკივა. და კაი საჭმელები უნდა ვჭამოთ იქა ერთი ამბავი მეორე და ვერაფერს ვერ ვჭამ. დავლიეს გავიდა 2 საათი თუ 3 საათი თუ რაღაცა არაფერი. მეუთხარი ოთარ მომეცი რა ნორმალური წამალი რაღაც. ახლა ეს წამალი არისო. კუჭი რო არ კონდეს ამოგიყვანს ისეთი წამალია სასაულიო რა. და ამან თუ არ გიშველაო მერე მოგცემ კი მეუთხარი ის მომენტში ის მეოთხე ბოლო რო არის კაი რას მაწვალე ბიჭო ადამიანია რა ხარ მეუთხარი გამოსაცდები ხო არაო პირდაპირ ის კარგი მომენტში მეუთხარი ის რო არის ბოლო მომენტში მომცადა მე როგორც იქნა კი ზუსტად ეგრე იყო იმ ბოლო კარგი წამლის სახელს არ ვასახელებ, იმიტომ რომ ფულია მოსატანი. თუ მოიტანთ ფულს და გადაიხდით დავასახელებ რა არის ბოლო კარგი უებარი წამალი, რომელმაც უშველა ზურა ნიჟარაძეს ბუდაპეშტში. დიახ, თბილისში მქონდა აფთიაქში ვიყიდე. აფთიაქსაც არ ვასახელებ, იმიტომ რომ აფთიაქსაც ფული აქვს მოსატანი. მოიტანეთ ფული, აფთიაქსაც ვიტყვი და წამალსაც ვიტყვი. კი ბატონო. თუ არა დარჩებით ესე. თუ არა დარჩებით ესე. კარგი, გაფიცებ ახლა აი ძმაკაცურად ყველაფერს ექიმისთვის თუ შეგიგინებია. არ მახსოვს. არა. არ შემიგინებია. არა, ასე კი არა პირდაპირ, მაგრამ აი შენთვის გულში რო წამოსულ ხარ და იცი რა, ბევრი ვიზიტი არ მქონია ექიმთან. ხო, ჯანმრთელი ოთარ. ხო. არ მქონია ბევრი ვიზიტი და თუ მქონია ვიზიტი ექიმთან, უეჭველი ან შენ გირეკავ, ან ჭუმბუროს ურეკავ, ან ვიღაცა ჩვენ ძმაკაცებს ურეკავ და ხა შენ რო კაცთან გამიშვებ. ვარ გამიშვებ ცუდ ადამიანთან რა. ეგება წამალივით არის, ჯერ ერთთან გიშვებ, მე მეორესთან. ხო, მაგრამ მშველის რა, სადაც მივდივარ იქ რაღაც არ შემიგინებია. კაი ბიჭი ხარ. არ შემიგინებია, რო გითხრა სიმართლე. ხო, ანუ უკმაყოფილო არა ხარ, არ წამოსულ ხარ არასდროს. აი, ექიმა რა იცის თუ ძმა ხარ დალიე. ხშირად გესმის ეგ მე რომ ესმის, მაგაზე მეტად ვის ესმის. დრაზე ეს ახლა დალიე შენ სამი ჭიქა. თუ არ მოგიჩეს, თუ არ გაგიყვისდეს, მე მითხარი მე და. სამი ჭიქა თუ დავლიე, შენ რაღაც გეტყვი, მე უთხარი შენ გერაცა. გაავსე, მე მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. ამას უმეუბნებიან, არ უნდა ის ყველაფერზე ხო არის ეგა გაციებაზე. ახლა შენ არახს გაგიკეთებ მე 100 გრამი ჭაჭა, ამას წიწაკა უქნათ. ეს მე ერთიანად ბეგვე. ხო და დამთავრდა всё გაფრინდა შენი ისა. მე უთხარი კაცო ვირუსი მაქვს როგორ. დავლი ერთხელ ორჯერ ასე. მე უთხარი ტყუილია შენ განაცოლე. მე სვანერად გასწავლი. ისე შენერი ეკიპები არის ისე. ჩემი მაგაცები ყველა. ასე სვანერად მე ოთხე წამალს სანამ დამალები ვერ, მაგრამ გამხეთქავენ ნასვამი და არ ახლებიაზე. იგვიძებ დილას ვირუსი რჩება ვირუსად. ვირუსად ახლებია. ემატება. ხო. კარგი, სულ სახეობა გინდოდა შენ? კი. რაც თუ რამე მინდოდა, ოდესმე თუ რამე გინდოდა. ანუ ექიმობაზე ხო არ გიფიქრია? არასდროს. მაგრამ ისე ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ ამას. მე ბევრი ექიმი მეგობარი მყავხარ თქვენ იცით და ბევრსაც ვიცნობ. მე მგონია, არ ვიცი რატომ მგონია, მაგრამ ზოგადად პროფესიები როა იყო რა, პროფესიები, ეკონომისტები, იურისტები, თქვა და ბევრი პროფესიები რა. ეს ხალხი, სამედიცინოს ხალხი, მედიკები რო ვთქვათ, ხო? ყველაზე ნიჭიერები მგონია. ზედმეტნაკლებად ყველგან არის ნიჭიერი კაცები და ქალები რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ნიჭიერებას ვამბობ რა, აი ზოგადად ნიჭიერებას. თუნდაც რაღაცა ფაქტებიც ხო არსებობს მაგისი რაღაცა ბევრჯერ მიფიქრია მღერიან და ხუმრობენშიც ისე მღეროდნენ და ისე ცეკვავდნენ ხო ისეთი არტისტებიც არტისტულებიც არიან მე ხმან ჩემ მხარეს უყურებ მაგრამ ზოგადი განათლებასაც ვამბობ რა შეიძლება თქვათ ხელოვნებასთან არ იყოს ახლოს თქვათ მაგრამ ზოგადად ბევრი ძალიან ნიჭიერი ხალხია რა და
რაღაც არ ვერა მოხსენი საიდან აქვთ ეს ნიჭიერება ყველაფრის რა. აი ცოტა რაღაცა რო ქართული ნათქვამი ხო საკურთხევით ყველაფერი ეციან ცოტა რა. აი ესეთი ხალხია და ძალიან ვაფასებ მედიცინას და მედიკოსებს. გაიხარე შენ. მადლიერები არიან ექიმები. ექიმზე რამე ანეკდოტი იცი? ექიმზე ანეკდოტების მეტი რა ვიცი ახლა, მაგრამ რა ვიცი, ბევრი ექიმის ძველია რა ახალი არ მახსენდება. იყო ძველი, აიღო. ჩვენ ძველები ვართ. უცებ გეტყვი ხო, ეგ ამბავენ რომ მივიდა ის სმელი და შენი ღვინის დალევა არ შეიძლება. შენ დავლეთ ბატონო. შენი ღვინის დალევა არ შეიძლება. შენი დავლეთ ბატონო. შენი დავლეთ. აი ამბობენ რომ ექიმებიო საშინლად წერენო. საშინლად აკერა არ წერენ. მაგას არაფერი არ ქვია. რატო წერ? ყველა ექიმი ასე რატო წერს? აი რატო ეგეც ვერ ამოხსენი რა. ყველა ექიმი ისე წერს, რომ აი რა გითხრა რომ გავიდეს დრო, ამას ვერცერთი ექსპერტიზა ვერ ამოხსნის რა წერია. აი რატო წერენ ახლა სულ მიფიქრია მაგაზე ხო? შეიძლება ბევრი წერის განხელი, კალიგრაფია გაგიფუჭდეს თუ რაღაცა. ხო არსებობს ეგეთი ამბები. მაგრამ არანაკლებ წერენ იურისტები. არანაკლებ წერენ ვთქვათ თვითონ მწერლები. ხო? როცა რომანზე მუშაობ, ახლა რამდენჯერ შეგიძლია სცენარისტები, ბევრი ვინმე წერს. ბევრს. მაგრამ რა ვიცი, აი ისეთი რაღაცა ხელი აქვთ, რომ არ ვიცი. ჩემთვის რაღაცა რო გამოვწერიათ, მე სუურეკავ, იმიტომ რომ ვერც ისგებულობს, რა ქვია, ფარმაცევტი მაგას, მეც ვერ ვგებულობ და რა წერია თქვენი ჯერიმე დაურეკეთ. რა დამინიშნეთ. რა დამინიშნეთ. ანუ ხშირად ყოფილა. ხო, იცი, მე ხა ჩემ თავზე არ შემიმჩნევია. ხა მე მაინც რადიოლოგი ვარ და ჩემი დასკვნა, ანუ იბეჭდება რა, მაგრამ ასე მეგობრებისთვის ხა მე ხა პაციენტს დანიშნულებას არ ვაძლევ, ხო? ჩემი მოვალეობაა რომ დიაგნოზი დავსვა, დასკვნა დაუწერო და შემდეგ ვაგზავნი კლინიცისტთან, რომელსაც ჩემი დასკვნის საფუძველზე დაუშვათ, იქ უნდა გამოიტანოს სხვა კლინიკურ მონაცემებთან შეჯამებით კომპლექსურად დიაგნოზი გამოიტანოს და დაუნიშნოს, მაგრამ ხშირად ყოფილა ახლა ნათესავებს, ოჯახის წევრებს, ხო, მეგობრებს ახლა შენთვისაც დამიწერია, მაგრამ მე მგონია რომ რა ვიცი, შენ უფრო სწორედ მოგიწერია ჩემთვის და ტელეფონზე რო წერ, ამას კი ვგებულობ. და ქაღალდზე პასტით არ მოგიწერია. ამიტომ ეს არ ვიცი. ღმერთ ვარ დაგაჭიროს წამალი, მაგრამ აწი რას ვიზა ვიცი, ქაღალდზე დავწერ საწერი. ის მეოთხე მომეცი შენ რაც უნდა მომწე. გადავუღე ფოტოზე შეგიდებ. პირველი არ მინდა. შენი გამოწერილი წამალი. მეოთხე მომეცი პირდაპირ. მეოთხეს მოგცემ. კარგი. სხვათა შორის სადღაც წავიკითხე რომ საფრანგეთში რა, დიდი ნაპოლეონ ბონაპარტეს დროს ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან მარტივად ამოწმებდნენ, ანუ ჯარში რომ იყავდათ რა, ახალწვეული. ერთ წუთზე მეტ ხანს თუ გააჩერებდა სუნთქვას, ანუ ერთი კრიტერიუმი ჰქონდათ, ერთ წუთზე მეტ ხანს თუ გააჩერებდა სუნთქვას, ანუ ითვლებოდა ჯანმრთელად და მიყავდათ ელიტურ, ასე ვთქვათ, ნაწილებში რა, ესეთი ან ელიტურ ბატალიონში, ელიტურ პოლკში და ასე შემდეგ. ამბობენ რომ აი ბონაპარტის ძველი გვარდია, არ ვიცი ეს მითია თუ რეალობაა, თავს ვერ დავდებ, მაგრამ აი ნაპოლეონის ძველი გვარდია, რომლითაც ასე ამაყობდა, ხო, რითაც დაიწყო და ვატერლოოს ჩათვლით მის გვერდში იყვნენ, ყველა მეომარი ასე ყავდა აყვანილიო და მოდი არ გინდა შეგამოწმოთ შენ, ვითომ მე ვარ ბონაპარტი და შენ ხარ ახალწვეული და დავინიშნავ დროს და აბა თუ გააჩერებს უნდას იგავხარ ის რაგი რაგი ნატო გამგუდო ახლა არა მაინტერესებს რამდენი მე თუ ამიყვან აგიყვან სად ამიყვან მე სად უნდა ამიყვანო ჩემს გვარდიაში აგიყვან პოლკოვნიკად ვერ გაძლებ კაც ერთი წუთი აი რამდენს გაძლებ მიდი აბა 1 2 ჩაისუნთქე წავიდა დრომიდის ამასობაში რა მოგიყვე რამე გინდა
სოფლიო ჩემპიონატზე მიდიხარ, ვიცი, დამიქნიე თავი, ხო? მე და შენ ერთნაირი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს ნაკრებებშიც, კლუბებშიც, შენ ნიდერლანდებს ხომაგობ. მე ვქომაგობ ნიდერლანდებს, კლუბებში შენ ბარსა ხარ, მე ბარსა ვარ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველო ვართ ორივე, მაგრამ ამ სოფლიოზე რადგან საქართველო არ არის, ამიტომ მოგვიწევს ნიდერლანდების ხომაგობა. ხო, კარგია. კარგია. კარგი, რამდენი? ხო, 9 წუთზე მეტი. 9 წუთზე მეტი. მეტი რა გინდა? 40 წამი მოასწარი. ნუ ახლა იმ გვარდიაში თუ არა, კავალერიაში მან შემიშვა. ინფანტილი. ბევრს ვერ დარბივარ და ცხენით ვიქნები. კარგია. მოდი, კაი, ახლა მომიყევი რა, ძალიან მაინტერესებს. ვიცი რომ უკვე ბილეთი აღებული გაქვს, ცოტა გადაუხვიოთ სამეცნიერო თემას, მერე დაუბრუნდეთ ისევ. ანუ რა თამაშებზე მიდიხარ? მოკლედ, ეხა ჩავალ 15-ში მივდივარ. შეიძლება მე კანადაში წავიდეთ. შენ ახლა ნიუ-იორკში მიდიხარ? არა, ჯერ ჩიკაგოში მიდივარ, ჩემ ძმაკასთან. ხო. დავგეგმავთ მე იქ ყველაფერს. ანუ ჯერ არ იცი რა თამაშზე ჯერ არა. ხო. ავიღებთ რა ბილეთს. შეპირებულები არიან ესენი. აჰა, გასაგებია. კიდე კარგი ამბების ველოდებით რა. შეიძლება აქედანაც წამოვიდეთ გელა წამოვიდეს კეტაშვილი. ოჰო, ჩვენი ვეტერანი. ხო. ოლიმპიური ჩემპიონი. და ეს ამბები ყველაფერი და ნუ კარგ ამბებს ფილმს ვაპირებთ, ფილმის გადაღებას გელაზე. ხო. რეჟისორი ყავს მაგას, მსახიობები მახოქრივიშვილი არის, ისა რა ქვია, ედმონდ მინაშვილი. ანუ მხატვრულ ფილმს აპირებს? მხატვრულ დოკუმენტურს. მხატვრულ დოკუმენტურს. ხო, ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ყავს ფეხბურთში. გელა კეტაშვილი. იქიდან მოვიდა ინფანტინოს წერილი. ის ვინც არის FIFA-ს პრეზიდენტი. ჯანი. ხო, ჯანი და მაგიდან და დაპატიჟა. მე ახლა რაღაცა იდეა წარმოიშვა ამითი რა. მე ვიღაცებს სპონსორებს ახლა ხო არიან ბეთები, ესენი რაღაცა ისეთი ხალხი და არ ვასახელებთ, იმიტომ რომ ფული აქვთ. მოსატანი და რომელ კამერაში უთხრა? აი აქ უთხარი, აი ამ კამერაში უთხარი. მოიტანეთ ფული. არ წააგებთ. არ წააგებთ. ხო და ვისაც გადახდილი აქვს, იმას ვიტყვი, რომ ჩვენი სპონსორია კლინიკა აილაინი, მოიხსენით სათვალე კლინიკა აილაინში უმტკივნეულოდ. კი ბატონო, ახლა მითხარი შენი პროგნოზი, ანუ ვისა აქვს ყველაზე მეტი შანსი, როგორ გონია, რომ სოფლიო ჩემპიონი გაახდეს და ანუ გვეყოლება ახალი სოფლიო ჩემპიონი? თუ ისევ ძველი სოფლიო ჩემპიონი? მგონია ისი ორ გუნდზე ვფიქრობ რა. ერთი არის საფრანგეთს ყავს მაგარი გუნდი და ესპანეთს. კი ბატონო. ეს ამ ორიდან მგონია ხა და მე კი არა პელი ცდებოდა შენგენაც ვარ ახლა მე თუ რას ლაპარაკო, პელი რო ცდებოდა ეგეთი უნდა. პელი ამბობდა რაღაცა რუანდა გავა. რუარ მონაწილეობდა საერთოდ ის გუნდი. ხო, პელესი ერთი მახსოვს. ბელგიაზე თქვა 1988-ში. ეთქვა შვედეთზე თქვა. 82-ში შვედეთზე თქვა და ერთხელ თქვა კოლუმბიაზე. კოლუმბიაზე იცის მერე თქვა სოფლიო თასი რომელი წელი იყო აღარ მახსოვს და არგენტინას მოუგო 5-0 კოლუმბიამ. და ვალდერამას და იმის დროა. ხო, ვალდერამა და ალვარესი და ასპრილია და მოკლედ მთელი არ მინდა ეხა შემეშალოს კიდე კარლოს ესტრადა და მოკლედ ყავდათ ფრედი რინკონი ყავდათ ფეხბურთელები. და ეთყობა ამან იმოქმედა რომ როგორ არგენტინასთან ბრაზილიელია გაიგე და არგენტინა 5-0 წააგო და აი კოლუმბია გახდებაო. ხო, აი რამდენად შეიძლება და მე დაუბრუნდეთ სამედიცინო თემას, რამდენად შეიძლება რომ ახალ სოფლიო ჩემპიონს რას ვეძახი რომ ვინც აქამდე არ ყოფილა ხო სოფლიო ჩემპიონი. ასეთი მე მგონი ორი გუნდია სულ, ნიდერლანდები და პორტუგალია. ანუ მეტი ვინ შეიძლება იყოს ახალი მსოფლიო ჩემპიონი? ხო, არც სხვა არავინ, მაგრამ არა ყავთ მაგათაც ისეთი გუნდები. რატო პორტუგალიას რა ყავს? ცუდი გუნდი არ ყავს. თავისი ბრუნო ფერნანდესებით და თავისი ნუნუ მენდესებით და ვიტინიებით და კი. რავი, გონსალო რამოში, რა ვიცი, ის იგივე ეს რონალდო რომელიც არ ბერდება. ხო, ეს კაცი არის. და რეკორდზე ხსნის. ხო, მაგრამ ახლა ნუ უფრო თავდაღმართია მაინც გინდა არ გინდა რა. ხო. მაინც ახლა 51 წლის არის და
ხო, ნიდერლანდებს გაუჭირდებათ. ხო. ამ შემადგენლობით სულ უჭირთ რა. ნიდერლანდებმა 3 ისეთი ფინალი წააგეს. ხო რა. ეხ ბიჭო რა. აბა, არაუშავს. მოვა ეგ დროც. კარგი, მოკლედ, კარგია და წარმატებულ ვოიაჟს გისურვებ და იმ მეოთხე წამალს გაგატან. ის გამატანე ხო. რო კუჭი რო გეტკინოს ახლა შენ ამერიკაში. გეტკინება, აბა რა იქნება. გეტკინება ახლა შენ იქ ლუდ დალევ. და აბა რას ვიზა. რაღაცას მიაყოლებ ვისკის დალევ და ვისკი და მოგხედავ მე შენ. და იქ საუზმეზე მწვანილის ზევნა არ დაიწყო. თუ არსებობს ექიმი რომელიმე სპეციალიზაციის, ვიწრო სპეციალობის, ვისთანაც გეშინია მისვლა. აი მაგალითად სტომატოლოგთან მისვლა თუ გეშინია. სტომატოლოგთან მისვლა არ მეშინია. არა. არა და ყველას ეშინია. მე მაგალითად მიუხედავთ იმისა, რომ მეუღლე მყავს სტომატოლოგი, ძალიან ბევრი მეგობარი ყავს მას სტომატოლოგები და ანუ ასარჩევად მაქვს ხოლმე საქმე, ვისთან მივიდე, მაინც რაღაცა აი გულის ფანსკვალით მივდივარ. რაღაცა აი მაინც აი სუგონია რომ გეტკინება, სუგონია რომ არა? არა და არ მტკივა. ხო, აქ მტკივა. ხო, აბსოლუტურად. შენ ახლა თუ თიკა გიკეთებს ამას, შენ გენაცოლე რა გეტკინება. არა, თიკა არ მიიღებს. ერთხელ თიგი, როგორც შენ ეძახი, ერთხელ მოკლედ მაგას მოვყვები, შეიძლება მეც მოვყვები მაგ ისტორიას. ერთხელ მეტკინა კვილი მივედი ჩემცოლთან და ისე დღეში ჩავაგდე, რომ დაიფიცა. ლამის დაიგინა. რომ მე შენ აღარ მიგიღებ არასდროს. და სულ ტენის, ესე ვთქვათ, თავის მეგობრებს რომ მე ამის თავი არ მაქვს, ამის ნერვი მე არ მაქვს და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ისტორიას მოვუყვები ახლა ჩვენს მაყურებელს. მოკლედ მოხდა ისე რომ მე და ბატონმა ზურაბმა ვიქეიფეთ. ასეც ხდება ხოლმე. გაგიკვირდებათ და მოკლედ ესეც გაგიკვირდებათ რომ მეორე დღეს ვართ ნაბახუსებზე ვართ მეორე დღეს და მოკლედ რა ვქნათ წყნეთში უნდა წავსულიყავით სუფრაზე. და მოკლედ მანქანა გვყავს, კაბრიოლეტი გვყავდა მაშინ. მანქანის მარკას არ ვასახელებ, იმიტომ რომ ფულია მოსატანი. და მოკლედ ძღოლიც გვყავდა ყველაფერი აქეთ-იქით და ბატონმა ზურაბმა გადაწყვიტა ეს ხო მოწოდებით ექიმია რომ რა თქმა უნდა წყნეთამდეო ბიჭო მე მეუბნება ოთარო წყნეთამდეო გული არ გაგვიჩერდესო და მოდიო რაღაცა მივაშველოთო და მე უფრო დამშვიდებული ვივლი. რა არის ამაში? ანუ ბატონმა ზურამ იცის რომ როდესაც მცირე რაოდენობით ალკოჰოლს მიიღებ, გამომუშავდება ალკოჰოლ დეგიდროგენაზა. ხო. ასეთი ფერმენტი ორგანიზმში. ვინც არ იცით რომ იცოდეთ? ხო. და ეს უკვე ორგანიზმი დაუშვათ 1 საათში 40 წუთში უკვე უფრო მზად ხდება ალკოჰოლის მიღებას და ასე შემდეგ და მოკლედ ლუდი გიახელით. სად გიახელით ამას არ ვიტყვი. ტროფულია მოსატანი როგორც მიხვდი. დიახ და რა ლუდი გიახელით და მოკლედ კარგათა ვართ. კი. კარგათა ვართ. ძღოლს მივყავართ. ხო და არა და მე მივაკითხე თავის მეგობართან იყო ვეტერინარულ კლინიკაში. კი ბატონო. და იქ ბოქსიორის ლეკვები იყო. ძალიან საყვარელი, ძალიან და მე გიждები ამ ჯიშზე რა, აი ძალიან მიყვარს და ავისრულებ აუცილებლად ამოცნებას ბოქსიორიც მეყოლება, იმიტომ რომ მალტეზე მყავს ახლა ჩემი საყვარელი ძაღლი, მაგრამ ბოქსიორიც მეყოლება. ზურას უთხარი რომ ძალიან მინდა ეს ლეკვი ერთი მიგება მომყიდონ მეთქი და რას ლაპარაკობ მეგობარმა უთხრა ოთარის თუ უნდაო ვაჩუქებთო. ხო და მარტო შენ კი არ გინდოდა ეს. ხო და არა და შენ მითხარი რომ შენ კი გინდაო, მაგრამ შენი ცოლიო რას ამბობსო ამაზეო და მე გითხარი რას ლაპარაკობ, მეთქი თიკა გიждდება ამ ზაღზე, ამ ჯიშზე და ამ ლეკვს რომ მიუყვან თორმე თვითონ უნდა. ამ ლეკვს რომ მიუყვან, გაგიждდება სიხარულისგან. მოკლედ ეს არის ეს რა ქვია, პრიკველი ამ ყველაფრის. და
დავიძარით მოკლედ მივდივართ ამ ლუდმა თავის საქმე გააკეთა, კაი ხასიათზე ვართ, წყნეთში გველოდებიან მეგობრები, სუფრა გაშლილი, კაი ქართული ხმები, კაი ამბავი, კაი თამადა, გია ბაღაშვილი, მივდივართ ამ ამბავში მოკლედ ბედნიერები ვარ და ეს ბედნიერია უკან ზის კაბრიოლეტი გადახსნილია, მე ზღოლს უზივარ გვერდზე და აიღო ამან ტელეფონი და ურეკავს ჩემ ცოლს. ურეკავს ჩემ ცოლს და თიკის ეძახის. თიგი გიშოვე ისძაღლი მამა შენ რო გინდოდა. და პაუზა აქვს. მე ხო ვიცი ახლა თიკას არ უნდა არანაირი ძაღლი. საერთოდ არ განიხილება. საერთოდ არ განიხილება. თიგი ძაღლი გიშოვე მამა ძაღლი შენ რო გინდა ძაღლი გიშოვე. თიგი თიგი ბოქსიორ შენ თიგი და უცებ მე მოვბრუნდი და გადი ბიჭო გადაშენდით აქედან. დღემდე არ მეუბნება რა უთხრა ჩემმა ცოლმა. არც ის მეუბნება და არც ეს მეუბნება. მაგრამ ფაქტია რომ ის ბოქსიორი არა უყვარია. აქედან დასკვნა. ჩემ ცოლს ის ძაღლი არ უნდოდა. კი ბატონო. შენი აზრით ექიმთან აი რატო იკავებს ხოლმე ადამიანი თავს, აი აწუხებს რაღაცა, ნახე? რაღაც სიმპტომი აქვს, რომელიც რეალურად აწუხებს და აი ფეხს ითრევს, რომ ექიმთან წავიდეს. იქ მეზობელს დაუჯერებს, რომელიც ექიმი არ არის, იქ მეგობარს დაუჯერებს, რომ მე ამან მიშველა, მე რატო მიყვავს ხოლმე ბოლოში ეს ამბავი? უკიდურესობამდე რატო მივდივარ? რაღაცას მოვყვები მე. მოკლედ რამოდენიმე წლის წინ რაღაცა წნევა არა მაქვს, არასდროს არ მქონია ეს წნევა, მაგრამ თუ 120-ს ვატარებ რა, ჩვეულებრივად და 130-ზე ვარ ცუდად. უკვე ცუდად ხდები. ხო. და რაღაცა და არც ნაბახუზებზე ყოფილ ვარ იმ დღეებში, არც არაფერი. მოკლედ ვერა ვარ რაღაცა ჯანზე რა. ზაფხულია აგვისტო. ხო და რა ვიცი მე მგონი მაშინ დაურეკე გიორგის ჭუმბურიძეს ჩვენიც მაკაცია ეგა და დაურეკე და მე უთხარი ვერა ვარ ბიჭო რაღაცა კარგად თქვა რა. გაიხნის ამბავ ერთი 7-8 9 წლის ალბათ რა. ხო და მოყვები ამ ისტორიას და მოკლედ დაურეკე და მითხრა რომ მოდი უკაც თუდად უხარო და გამიშვა მთლიანად შემოვლაზე რა, ბევრ ექიმთან გამიშვა. კარდიოგრამა, რა ვიცი, ყველაფერი გავიკეთე რა, ჩამოვიარე ყველა ექიმთან და ერთ-ერთ ექიმს რომ მივყავდი სადღაც კაბინეტში რომ უნდა შემიყვანოს. აგვისტო იყო თქვა გითხარით და სადღაც 2 საათი იქნებოდა შუადღის რა და მეკითხება რაღაცებს და პასუხობ რა. ნუ ესე ისა ვარქია, წყალს რამდენს ვამო? მე ვთხარი წყალი რა ვიცი, თუდის დავლი არ მახსოვს. არ ვსვამ მე ვთხარი. წადი შენ გენაცვალე, აფერი აქ წყალი დალიეო. წადი შენ გენაცვალე, სულ მიკვირდა მე რა. აი მსმენია ამერიკაში, ევროპაში რო აცხადებენ რომ სიცხეებია მოსალოდნელი და წყალი დალიეთ. სულ ფიქრობდი ამას რომ ამ დონის სულელი ეს ხალხი რომ წყალი თუ წყურია რომ უნდა დალიო არის იგას რა თქმა მაგას გამოცხადება. თავრობამ არ გამოაცხადა წყალი დალიეთ. თურმე ასე არ არის რა. ჯერით შეჩვევის ამბავია. წყალი რო დალიო, უნდა შეეჩვიო. ხო. ამას უნდა ჩვეულებრივი შეჩვევაა. მე თუ მაგალითად ერთ დღეში ჩემ თავზე ვიტყვი რა, ერთ დღეში თუ წყლის დალევა დავიწყე, შეიძლება 3 ლიტრა დავლიო. თუ არა და შეიძლება 1 ჭიქა და 2 ჭიქა დავლიო რა. თუ ხედავ წყალს უეჭველი ვსვამ, თუ არ ვხედავ არ ვსვამ. და რაც თქვენ მკითხეთ ბატონო ოთარ, მე ასე მგონია. ეგ არის კულტურის ნაწილი. რაღაცა როგორც ვთქვა, რო აქტივდება, უნდა მიხვიდე ექიმთან. ამას არ უნდა გადადება. ამას არ უნდა რაღაცა შენი მეზობლის თქმა და ნათესავის და ისა. გტკივა, რაღაცა აქტივდება, უნდა მიხვიდე. თორე მერე უარესი მოხდება და ხანდახან ფატალურად თავდება ეს ამბავი, ხანდახან რთულად გადაიტანს ხოლმე ადამიანი. მე მგონია
კულტურა არის, უნდა მოძებნო შენ თავში ინდონის კულტურა უნდა კონდეს, რაღაცა აქტივდება, მიდი ექიმთან. რაღაცა აქტივდება, მიდი. კი ბატონო. ასე მგონია. კი ბატონო. სხვანაირად ეს ამბავი არ გამოვა, არ მორჩება. გამივლის თვითონ როგორ გაგივლის ახლა, რა ვიცი, რა გჭირს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიდი რა. ეგ როგორც არ არის საქართველოში ამის კულტურა, რომ ექიმთან მივიდნენ. ძალიან იშვიათად თუ ექიმების ექიმები არ ყავს ირგვლივ და ასე შემდეგ და შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ ანუ აი გაივლის რაღაცა და ნუ ის არის და ეს არის და ესე და მერე ცუდად სრულდება ეს ყველაფერი. მე მგონია ხალხო რამე აქტივდებათ მიდით ექიმთან. ასე მგონია რომ ეგ არის მართალი. კი ბატონო, აბსოლუტურად მართალი ხარ. ის როგორც мама ორი ხალიშვილი ყავს პატარები ერთი სკოლის ასაკის არის, მეორე ბაღის. ხო. გუშინ გახდა 6 წლის. გუშინ გახდა 6 წლის. ნანო და ნინო. ერთი ჩემი ნათლულია. კი, ნინო გახდა 6 წლის. ნინო გახდა 6 წლის. კი ბატონო. პანიკა ხარ, როგორც мама. აი დაუშვათ ბავშვი გაცივდა, ბავშვი სიცხე აუწია. ამას არ გამოვხატავ. პანიკა мама ხარ? ამას არ გამოვხატავ, მაგრამ შიგნიდან რა რიცი ნახევთ არ ფსიქოლოგიის ამბავია. რაც არიცი მე მედიცინა არ ვიცი. რაც არ ვიცი, იმას მაგრად განვიცდი. და რო არ ვიცი და ვერ ვშველი, იმიტომ არ ვიღაცას ურეკავ და აი ესე და რაც ახ მაგალითად რაზეც შემიძლია პასუხი გავცე რა, ცხოვრებისეულ შემოთავაზებას გეუბნები ყველაფერს. რაც შეიძლება პრობლემა იყოს, რაც ვიცი ამას გადავწყვიტავ, მაგრამ რო უყურებ და არ ვიცი რა ჭირს და მე ვერ ხვდები ხო შიგნით მანგრევს და ყველას ურეკავ და ყველას რაღაცა და აბა და ჩართული ვარ ამ შემთხვევაში პანიკა мама ხარ ხო ანუ მაიქაც არ ატარებ არაფერს ეგრევე ტეხავ ამბავს კი სწორია ეს მიდგომაც სწორია სხვათა შორის კარგი იცი რა მითხარი ექიმის მეუღლეობა რთულია არა რაღაც მხრივ კი აი რაღაც მხრივ რთულია იმიტომ რომ ღამე დარეკვები ის გამახსენდა ეხა იმაზე რომ ვიცინეთ ჩვენ რაღაც ილიოცეკალური კუთხე ილიოცეკალური მაგარი ამბავია ეს მოყვეთ მოყევი მოკლედ მორიგი кейფი და სუფრა არის რა და кейფობთ მოკლედ ყველანი ჩვენი საძმაკაცო იქ არის ვანიკო კაბანაძე გიორგი ჭუმბურიძე ხო ყველა ექიმები ოთარი კახამოსიძე ჩემი მეუღლე და მე და ერთი ლაშა ცეცხლაძე ვართ რომელმაც არ გაგვივლია საავადმყოფოსთან საერთოდ და ესენი საუბრობენ რომ რაღაცა ისა და ერთმანეთს ეხუმრებიან რაღაცა და ისეთ რაღაცაზე ხუმრობენ აი 5 ადამიანი ხო და იციან აი ეს და მე და ლაშა ზივართ და აი უცხო ენაზე რო ლაპარაკობენ საერთოდ კონგოს ενაზე საერთოდ რო არ გესმის აი ეს რატო იცი ილიოცეკალური კუთხე ილიოცეკალური კუთხეო ასეო რაღაცაო და მე ამან უთხრა უთარბა უთხრა და დაგადებო მაგაზე ილიოცეკალური კუთხეზე რომ დაგადებო მაგასო დამთავრდება და მე ვთქვი ეგეთი ამბავი აუ რას ხუმრობს ეს ოთარი მოგвтით მე და ცეცხლაძე სიცილით მე ვთხარი აღარ შეგვიძლია იმის მერე შეგვჭა ეს ამბავი შენ კოვიდობის პერიოდი როგორ გაიარე კარგად ბოლოს დამემართა ის ომიკრონი დაგემართა ოღონდ ისე დამემართა რომ აცრილი იყავი ხო ხო კი ის ჩინური ავიცერი ხო მაგრამ არ გადამიტანია ცუდად ოთარ სახში იყავი კი სახში იყავი ხო სახში ვიყავი ბავშვებისა ცოლი მეუღლემ ორჯერ გადაიტანა კარგი და კიდე ესე კითხავ დიეტობ ხოლმე ყოფნის ნების ყოფა სხვათა შორის მაგისნე ერთი ცუდი ბიჭი რაშიც ვარ მე აი ამ სიგარეტის ვერ მოუხერხე ვერაფერი თორე დანარჩენი მე თუ გამოვაცხადებ დიეტას შემიძლია დიეტის დაცვა კი
არის ერთვიანი ყოფილა ორკვირიანი. კი, გასულ მე მახსოვს. ნებისყოფა გააქ ანუ. კი, აი შემიძლია. მაგრამ რამდენად ხშირად აკეთებ ამას? ხშირად რომ მოტყობა რა დასად ვაკეთებ კაცო. არა, ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ ვაკეთებ რა. კარგი, ბოლოსკენ ორი ამბავი მაქვს შენთან ესეთი. ახლა შენს პროფესიული მხრივ რა ხდება, ანუ რამე სიახლეები ხო არ გაქვს? ეხლა ვერონდებით სიახლეებს. ერთი ამ ფილმზე რაზეც გელაპარაკეთ შეიძლება იყოს. მეორე დათომ დამირეკა. ეხლა ჩოკოშვილი არის რეჟისორი. თეატრალში სწავლობდა ეს ბიჭი და ნიჭიერი კაცია. მაგან დაგვამტკიცა მე და კეთი ჩხიძე რაღაც მთავარ როლზე. ოჰო. იქნება ოქტომბერში გადაღებები. ტელევიზიაშიც რაღაცა იქნება, რაღაცებს ველოდები კიდე. ჯერ შევიკავებ თავს და არაფერს არ ვიქნებ, მაგრამ რუსთავიურზე. რუსთავიურზე და რაღაცებს დავიწყებ მაგაც. ძალიან კარგი. კი, კი. ნუ შემოდგომა ექნება ძალიან დატვირთული. ანუ ახლა უნდა გამოვიყენოთ შენთან ურთიერთობის დრო. კი ბატონო. შემოდგომამდე. კი. ხო, რა გამახსენდა იცი? რა. ახალი წლის დღეებში რო დაგირეკე. ხო, აი გენიალური ისტორია. მაგარი ისტორია კიდე. გენიალური ისტორია. ნათლის ღება იყო, აღარ მახსოვს. მოკლედ იანვარია რა. აი ეს რო ინერციით რომ მიდიხარ, კიდე აი ძველი ახალი წელი და კიდე რომ მიყვება და მიყვება. ხო არ მთავრდება ეს იანვარი საქართველოში. ღმერთმა არ დაამთავროს. ყველა მაგის ხასიათზე და ყველას მაგის საშუალება კონდეს. ამინა. და ზურას ურეკავ. მე მგონი მამაოსთან ვიყავი, მამა კახაბერთან ვიყავი და ხო. ხო, მამა კახაბერთან ვიყავი. ურეკავ, ჩვენი მეგობარია მამაო. მამა კახაბერთან ვიყავი, ურეკავ და მეთქი აი ეს მამაოსთან მივდივარ ზურა მეთქი და რაღაცა სუფრა არის რაღაც ისე რაღაცა ამბავი და მე ვთხარი აგერ ერთი ორი კაცი ავდივარ და მაგრამ გაგვეხარდება შენც თუ მოხვალ მეთქი და რაღაცა და ეს უკვე კარგად არის. მოკლედ როგორი ამბავია, ნახეთ როგორი. 31-ში ხო ვიწყებთ რა? 31 პირველი, 6-ში ალილუა. ხო. 7-ში შობა. 13-ში ხო უნდა შეხვდეთ ძველი და ახალ წელს. 14-ში ჩვეულებრივად ხვდები და 15-ში ბედობა და 19-ში მირეკავს. ხო და მოკლედ მოდი მეთქი და ასეთი პასუხი გამცა. ოთარი. შენ გენაცვალე, მამა. შენ თუ გინდა მე პატივი მცე, დამირეკე თებერვალში. იანვარში მე სუფრები არ მიჭირს. მოკლედ იყო ესეთი ამბავი. კარგი. ნამდვილად მოკლედ აილაინია ჩვენი სპონსორი მეგობრებო, კიდე ერთხელ შეგახსენებთ კლინიკა, სადაც უმტკივნეულოდ უპრობლემოდ შეგიძლიათ სათვალე მოიხსნათ. დიდი მადლობა აილაინს გვიდგას გვერდში და ბოლოში რამე ჯანმრთელობის საგეგმელო გითხარი, აბა, შენებურად. ჩემებურად? ხო. და დაგემშვიდობები. იმ ბედნიერებას გაუმარჯოს, რომელიც რო გაკ არიცი. ეს არის ჯანმრთელობა და შეირგეთ შემოკარგებო ეს ჯანმრთელობა. ბედნიერებაა ჯანმრთელობა და კლინიკა აილაინთან ერთად. ჰაბიჯი შენ გენაცვალე მე. მადლობა. ზურა ნიჟარაძე იყო დღეს ჩემი სტუმარი, მე დროებით გემშვიდობებით. ბედნიერად.